მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სოლიდარობას უცხადებენ ბათუმელების დამფუძნებელს და მის გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის საქმე და ბათუმელებსა და ნეტგაზეტზე განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობის და სამართლებრივი დევნის მაგალითია. გმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა, ნათქვამია განცხადებაში. მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ მუხლი, რომლითაც ბათუმელების დამფუძნებლის ბრალი გადაკვალიფიცირდა, ისეთივე აბსურდულია, როგორც მზია ამაღლობელის თავდაპირველი ბრალდება და მას საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან. მწარიაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სადამსჯელო აქტი, რომელსაც ადვოკატი გაასაჩივრებს. ცნობისთვის ბათუმელების დამფუძნებელს მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. ბათუმელების დამფუძნებელს ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას მუხარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო 300 ახალი ოპერატიული დანიშნულების ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამ მიზნით ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა. აღნიშნული მოკვლევით უნდა განისაზღვროს, თუ რა ფასად გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. დოკუმენტაციის თანახმად საპატრულო ავტომობილის სიგრძე 4.6, 4.7 მეტრის ფარგლებში, სიგანა კი 1.78, 1.82 მეტრის ფარგლებში უნდა იყოს. ავტომობილს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 140 ცხენის ძალა, ხოლო 100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება 5 litrს არ უნდა აჭარბებდეს. ავტომობილი 2025 წლის წარმოების უნდა იყოს. ბაზრის მოკვლევაში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 11 აგვისტომდე შეუძლიათ. ოპერატიული ავტომობილების შესყიდვის წინა ტენდერი 2024 წელს გაიმართა და მის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 250 ერთეული ავტომობილი შეიძინა. საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი ფოთის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ-მატარებლებს ნიშნავს. რკინიგზის ინფორმაციით, ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ. ფოთიდან 21 საათსა და 30 წუთზე გამოვა და თბილისში დილის 9 საათსა და 47 წუთზე ჩამოვა. შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის პორტიდან თბილისში ჩამოტანას უმოკლეს დროში შეძლებენ. კონტეინერებით ბლოკ-მატარებლის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო. პირველი ბლოკ-მატარებელი თბილისი დრაიპორტში შევიდა. ადგილზე მას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი, დრაიპორტის დამფუძნებელი და კომპანია MSC ჯორჯიას დირექტორი დახვდნენ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის გამარტივებული ლოგისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ. ფოთსა და თბილისის შორის რეგულარული საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მიმოსვლა უზრუნველყოფს უფრო ჩქარ გადაზიდვას საკონტეინერო გზავნილების ქვეყნის შიგნით. ეს, რა თქმა უნდა, გაზდის ასევე ფოთის პორტის ეფექტიანობას და უფრო ნაკლებ ხარჯიანი იქნება ეს გადაზიდვები ქვეყნის შიგნით. ამასთანავე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ეს გადაზიდვები არის ეკოლოგიურად მეგობრული და შესაბამისად ეს არის თანამედროვე გადაზიდვის ფორმა ქვეყნის შიგნით მოწოდების ჯაჭვში. ჩვენ დავნიშნეთ ბლოკ-მატარებელი, რომელიც იქნება ფოთიდან და ბათუმიდან თბილისის მიმართულებით. ეს არის სიახლე და გაუმჯობესებული სერვისი ჩვენი მომხმარებლისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენ მომხმარებლებს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები ჩამოიტანონ თბილისში. წინასწარ დადგენილი გრაფიკი იქნება, ყოველდღიური გრაფიკი იქნება ბლოკ-მატარებლის და განსაზღვრული დროებით. ამ ბლოკ-მატარებლებით საქართველოს რკინიგზას გაეზდება შემოსავალი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ტვირთი დადის ავტომანქანებით, ეგრეთ წოდებული ტრაილერებით, შესაბამისად ჩვენ მოვახდენთ იმას, რომ გარკვეული მოცულობის ტვირთები წამოვიღოთ ჩვენი სატვირთო გადაზიდვების მატარებლები. მოხარულები ვართ, რომ ფოთიდან და ბათუმიდან მომავალი ბლოკ-მატარებლებისგან რიგი უკვე შედგენილია. მატარებლები შემოვლენ დრაიპორტში. ეს სიახლე განხორციელდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით.
და ასევე იმ გუნდის, ვინც აქ მუშაობს. ახლა მიმდინარეობს სპორტის მეორე ფაზის მშენებლობის პროცესი, რომელიც 2026 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს. წარმატებებს უსურვებ თითოეულ ჩვენგანს, იმედი მაქვს, ჩვენი მომხმარებლებიც კმაყოფილები იქნებიან. ეს სიახლე საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისთვის დიდი განვითარებაა. საქართველოს სტრატეგიულად მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის ლოგისტიკური მარშრუტების გზაჯვარედინზე. ამ ობიექტის ამოქმედება გააუმჯობესებს საქართველოს ინფრასტრუქტურას, რაც ჩვენ და მომხმარებლებს საშუალებას მოგცემს ავაჭრებოთ საოპერაციო პროცესზე. ახალი ობიექტი ხელს შეუწყობს ლოგისტიკური ოპერაციების ეფექტიანობის ზრდას საქართველოში. TBC კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე აცხადებს, რომ დღის მდგომარეობით კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მთავარი გამოწვევა ეკონომიკის ზომაა. მისი თქმით, უფრო და უფრო მეტი კომპანია ინტერესდება ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, მისი განცხადებით, ობლიგაციების ემისიის მიმართულებით ავტოინდუსტრია აქტიური და მოსაუდნელია, რომ მიმდინარე წელი კაპიტალის ბაზრისთვის ზოგადად აქტიური იქნება. ცნობისთვის, საქართველოში კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის მოცულობა 2.5 მილიარდი ლარია. აქედან თითქმის 1.6 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებული ობლიგაციებია, 740 მილიონი ლარში დენომინირებული, ხოლო 200 მილიონი ლარი ევროში. ეკონომიკის ზომა არის მთავარი გამოწვევა, მე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია კითხულობს, თუ რა უნდა გააკეთოს, რა მხელა უნდა იყოს, რა ზომის უნდა იყოს და რას უნდა აკმაყოფილოს, რომ შეძლოს ემისიის გაკეთება. აქედან გამომდინარე, ინტერესი მართლა არსებობს ქართულ კომპანიაში, ყველა ხვდება, რომ ის ფაქტი, რომ მათ კაპიტალის ბაზარზე გამოსვლის დივერსიფიკაციის საშუალება აქვს, თავის დაფინანსების წყარო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელს უწყობთ და კონსულტაციას უწევთ ხოლმე მსგავს კომპანიებს, რომ მათ უფრო მზად შეხვდნენ მსგავს ტრანზაქციებს. ავტოინდუსტრია დიდი მოთამაშეებია, დიდი ემისიებს აკეთებენ. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ დავხურეთ ნიკორა ტრეიდის განთავსება, რომელიც 120 მილიონი გამოუშვა, ალმა 40 მილიონი დოლარიანი განთავსება. ასე რომ ძალიან სასიხარულოა, სექტორების რაოდენობა იზრდება, დივერსიფიკაცია იზრდება ბაზარზე. აქედან გამომდინარე, რომ მგონია, რომ ყველა სექტორს ქვეყანაში აქვს საშუალება ზომიდან გამომდინარე, რომ გახდეს აქტიური მოთამაშე კაპიტალის ბაზარზე. სარეკლამო კომპანია ალმას დირექტორი აცხადებს, რომ გარე რეკლამების მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. გიორგი ტრაპაიძის თქმით, ამ ტიპის რეკლამის ყველაზე ხშირი დამკვეთები უძრავი ქონების დეველოპმენტი, ფინანსური სექტორი და ასევე საცალო ვაჭრობაა. მისი თქმით, გარე რეკლამის არხი ციფრულთან ერთად დამკვეთებს ძალიან დიდ ეფექტს აძლევს. გარე რეკლამის მედია ჩენელი არის დიჯიტალთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი. განსხვავებით სხვა ტრადიციული მედია საშუალებებისგან და დიჯიტალთან ერთობლიობაში ძალიან დიდ ეფექტს აძლევს ჩვენს დამკვეთებს. დღეს სამი სექტორი შემიძლია გამოვყო, ეს არის უძრავი ქონების დეველოპმენტი პირველი, არის ფინანსური სექტორი და ასევე რიტეილი. შეეხება 3D განთავსებებს, ეს უშუალოდ ჩვენი საოპერაციო საქმიანობა უფრო არის და ნაკლებად არის უფრო კაპიტალური პროექტები, ეს დამოკიდებულია იმ მოთხოვნაზე, რაც ჩვენს დამკვეთებში არსებობს. ანუ თუ მათის მხრიდან იქნება ესეთ განთავსებებზე მოთხოვნა, ჩვენ მზად ვართ, რომ მოემსახუროთ მათ. თურქული კომპანია ანადოლუ ჰოლდინგი საქართველოში 25 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რიკოთის მაგისტრალთან. ამ სადგურის გეზეშე დოკუმენტაცია და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შესაბამისი ნებართვის მიღებას ელის. პროექტის ფარგლებში სულ 4 ქარის ტურბინა განთავსდება. ანადოლუ ჰოლდინგი საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ინვესტირებას 2009 წლიდან ახორციელებს. კომპანიამ 2014 წელს 200 მილიონი დოლარი ინვესტიციით 87 მეგავატიანი ფარავან ჰესი გახსნა. საქართველოში ამ დრომდე ქარის მხოლოდ ერთი ქართლის ქარის ელექტროსადგური ოპერირებს, რომელიც 6 ტურბინისგან შედგება და მისი დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია. თბილისის მერია მომდევნო წლებში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, გადამუშავებას და მასალის რეალიზებას დაიწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან და გერმანულ კომპანია ICP-სთან ერთად შემუშავდა საკრებულოს უახლოეს მომავალში წარედგინება დასამტკიცებლად. დედაქალაქის მერს არ დაუკონკრეტებია, რა თანხებთან არის დაკავშირებული აღნიშნული პროგრამის განხორციელება. ან როგორია EBRD-ის ჩართულობა, თუმცა განმარტა, რომ სამოქმედო გეგმა 5 წლიანია და შესასრულებელი სამუშაოებისთვის კომპანია უკვე შერჩეულია. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე მერია უკვე წლებია მუშაობს.
დედაქალაქის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ასევე გერმანულ კომპანია ICIP-თან თანამშრომლობით შეიმუშავა თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს წარედგინება. მომდევნო წლებში დედაქალაქში დავიწყებთ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებასა და გადამუშავებას. სეპარირება ძალიან მნიშვნელოვანი არის, რის შედეგადაც მასალების რეალიზება მოხდება. დაინერგება საყოფაცხოვრებო ნარჩენების 2 და 3 კონტეინერიანი სისტემა. ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირებისა და გაშემკრების სისტემების ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა. თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში დროებითი წესის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიიღო 900-ზე მეტი კორპუსი, რომლებსაც მანამდე სხვადასხვა არქიტექტურული დარღვევების გამო არ იბარებდა. ამის შესახებ თბილისის მერის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, დროებითი წესი ითვალისწინებდა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შესაბამისად განისაზღვრა ცალკეული დოკუმენტაციის ჩამონათვალი. მათ შორის მთავარი საკითხი იყო მდგრადობის შესახებ საექსპორტო დასკვნა, რომლის საფუძველზეც ხდებოდა აღნიშნული შენობების ექსპლუატაციაში მიღება. ცნობისთვის თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით განხილვის პროცესში მყოფი მშენებლობა დასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. როგორც კახაკალაძემ განაცხადა, დროებითი წესის ფარგლებში ამჟამად განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც 10,000-მდე ოჯახს ეხება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 31 ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია დაიწყო. მარკეტინგული კამპანია ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და ავსტრალიის მიმართულებებს ეხება. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული არ არის, რა თანხები დაიხარჯება თითოეული ქვეყნის მიმართულებით და ჯამურად მარკეტინგულ აქტივობებზე. უწყების ინფორმაციით, მარკეტინგული აქტივობები მოიცავს ციფრულ კამპანიებს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში, რადიოსა და პოდკასტებში. ამასთან კამპანია ასევე მოიცავს როუდ-შოუებს და მონაწილეობას 8 მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებაში ევროპის 32 ქალაქში. საქართველოში საწვავი აგვისტოშიც გაძვირდა. ბენზინგასამართი სადგურების ნაწილის ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 3-10 თეთრით გაიზარდა. ვისოლის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 6 აგვისტოს შეიცვალა. ივლისის შემდეგ სხვადასხვა ტიპის საწვავი 3-5 თეთრით გაძვირდა. მაგალითად, ევრორეგულარის ტიპის საწვავზე ქსელში ფასი 3 თეთრითაა გაზრდილი და მისი ღირებულება 2 ლარსა და 96 თეთრს შეადგენს. გალფის ქსელში საწვავის ღირებულება 4 აგვისტოს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 4 თეთრით გაძვირდა. შედეგად ქსელში ევრორეგულარის ფასი 2 ლარი და 97 თეთრი გახდა. საწვავი გაძვირდა სოკარის გასამართ სადგურებზეც. 23 ივლისიდან ამ ქსელში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი 5-10 თეთრით არის გაზრდილი. საქართველოს პარლამენტში 84 დეპუტატი და 655 სხვა დასაქმებული პირი მუშაობს. პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ცხრილის თანახმად, მის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, რაც თვეში 14600 ლარს შეადგენს. თავმჯდომარის მოადგილის ხელფასია 13422 ლარი. კომიტეტების თავმჯდომარეების ანაზღაურებებია 12552 ლარი. კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების ხელფასები 11922 ლარი. რიგითი დეპუტატების ანაზღაურება კი 11680 ლარს შეადგენს. რაც შეეხება პარლამენტის ადმინისტრაციის ხელფასებს, პარლამენტის აპარატის უფროსის ანაზღაურება 10220 ლარს შეადგენს. აპარატის უფროსის 3 მოადგილის ყოველთვიური ხელფასი კი თვეში 9490 ლარია. მთლიანობაში პარლამენტის აპარატში 302 საჯარო მოხელე მუშაობს, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულია 180 პირი, შრომითი ხელშეკრულებით კი დასაქმებულია 169 პირი. 2025 წელს პარლამენტის ბიუჯეტი 87 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც ხელფასებზე 53,9 მილიონი ლარი მოდის.
2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 6.1%-ითაა გაზრდილი. საქსტატის თანახმად თვიურ ჭრილში ინდექსის ზრდის ძირითადი მიზეზი იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.8%-იანი მატება. წლიურ ჭრილში კი მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა უმეტესწილად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.9%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.1%-იანი გაძვირებით.